თუ ვინმე მკითხავს, რომელია ყველაზე თეატრალური ქალაქი საქართველოში, მე აუცილებლად ვუპასუხებ მას, რომ ერთ-ერთი ყველაზე თეატრალური ქალაქი არის ზუგდიდი. ჩვენ ვიმყოფებით ზუგდიდში, სადაც დღეს უნდა შევხვდეთ ზუგდიდის თეატრის დირექტორს გიორგი კაშიას, რომელიც ჩვენი გადაცემის მაყურებლისთვის გახსნის ზუგდიდის თეატრის ყველა კარს და მოგვიყვება ყველა საინტერესო ამბავს, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს მაყურებელსაც დააინტერესებს. მოგესალმებით, მე ზუკან ემსაძე ვარ და თქვენ უყურებთ გადაცემას ერთი დღე შენს თეატრში. მოგეთ მეგობრებო, დაურეკავ ეხა გიორგის, დავეთქვი რა უკვე მოვედით და ჩვენ ინტერვიუც დაიწყება. გიორგი, გამარჯობა. ჩვენ უკვე შენ სახლთან ვართ და შეგვიძლია რომ ინტერვიუ დავიწყოთ. მზად ხარ? კარგი, გელოდები. გამარჯობა. ხარ კარგად. შენ დაგაბნევ მიკროფონს. ხო ხარ კარგად. რა ვიცი. გიორგი, შენ იცი რა ჩვენ ეხლა ვეუბნებოდი მაყურებელსაც რომ ეს არის პირველი პროექტის პირველი გადაცემა ერთი დღე შენს თეატრში და ერთი დღე ზუგდიდის თეატრში. მოკლედ ესე იქნება დღეს და კიდევ ერთხელ შევახსენებ რომ გიორგი კაშია არის პირველი გადაცემის სტუმარი, ზუგდიდის თეატრის დირექტორი. გიორგი, აქედან იწყება შენი დილა? კი, აქედან ამ სახლიდან იწყება ჩემი დილა და მიდიხარ თეატრში. მივიდივარ თეატრში. სამსახურში. რომელზეც ჩვენ ვიცით რა ერთ ლოკაციაზე არ ხართ თქვენ, ბევრ ლოკაციაზე გიწევთ ყოფნა, ხო ესეა? კი, ამიტომ ვთქვი, ვიწყებთ დიდ სამსახურში ადმინისტრაციით და შემდეგ უკვე სპექტაკლებს ვთამაშობთ სხვადასხვა ლოკაციაზე ზუგდიდში, აქედან გამომდინარე ჩვენთვის თეატრი არის ძალიან ბევრ ადგილას. დღეს ჩვენ ყველა კარს გავხსნით ზუგდიდის თეატრისას, რომელიც მაყურებლისთვის არ არის ღია. ესე ყოველდღიურად და გავაცნობთ ზუგდიდის თეატრის ერთ დღეს. გამოვიდა გიორგი სახლიდან და მიდის თეატრში. ადმინისტრაციით იწყება, მე იმ ლოკაციებსაც ვნახავთ, რომელშიც თქვენ სპექტაკლების თამაში გიწევთ, ხო? ეს არის. კი ბატონო. მოშორებით არის ზუგდიდისგან ეს ლოკაციები? ერთი ლოკაცია მოშორებითა, მეორე აი აქვე არის ფეხითაც შეგვიძლია რომ 5 წუთში ვიყოთ. ვიყოთ, კი. ვიცი რა მეინტერესებს, აი მოშორებით რომელი ლოკაციაც არის, აი მაყურებელი როგორ არის იქ? ზუგდიდელი მაყურებელი ამდენად ახერხებს ამ სიშორეზე მოსვლას. მაყურებლის პრობლემა მანძილიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ არიან ამ ქალაქში საბედნიეროდ ცხოვრობს თეატრის მოყვარული ადამიანები, რომლებიც მაინც მოდიან და გააჩნია ალბათ სპექტაკლებსაც. არის სპექტაკლები, რომელზეც ალბათ სადაც არ უნდა წახვიდე მაყურებელი გამოყვება და ბუნებრივად როგორც ხდება. ხოდა წავიდეთ შენ სამსახურში. წავიდეთ. და ზუგდიდის თეატრის დირექტორთან ერთად ზუგდიდის თეატრის ადმინისტრაციისკენ წავედით. გიორგი, რამდენი ხანია რაც ზუგდიდის თეატრში ხარ? ზუგდიდის თეატრში გახდა 2 წელი 23 აპრილს, რაც მოვედი ამ თეატრში. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ-ერთი ახალგაზრდა რეჟისორი ხარ, რომელიც ხელმძღვანელია, ხო, თეატრის ასაკობრივად გულისხმობს. კი, ასაკობრივად ესეა. ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა. პრინციპში მე მგონი ჩემზე ახალგაზრდა ხელმძღვანელი არც არის. არც არის. კიდე ერთი რამ მაინტერესებს. აი თე რო გადიხართ ხოლმე ქუჩაში, გაქვთ თუ არა ეგეთი ამბავი, რომ იმ სახეობებთან ერთად გადიხარ გარეთ რა. აი როგორ ხვდებიან რა სიტუაცია ქალაქში, როგორ ცნობენ, არ ცნობენ, როგორ თბილად მოგიკითხავ, გესალმებიან, გესავი, ყველაფერი როგორ არის რა ეგ. იცით რა, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ვერავინ ვერ უხსნობს რეჟისორებს. უბრალოდ გიგააბულადეს ხნობენ ზუგდიდის ქუჩებში და ეგ თქვენი პროფესიის ბრალია რეჟისორის. კი, ნამდვილად. რა თქმა უნდა, არსებენ ადამიანები, რომ თეატრის მოყვარული ადამიანები და საბედნიეროდ ამ ქალაქში ბევრია თეატრის მოყვარული ადამიანი. ყოველთვის გრძნობ მათგან რაღაც გამოვლინებას პატივისცემისა კი, როდესაც ვხვდებით ერთმანეთს ქუჩაში. ეხლა უცებ გამიჩნდა შეკითხვა, საცობები არის ქალაქში? გააჩნია საათებს, ალბათ როგორც ყველგან. ხო. ანუ აქაც არის პიკის საათი, რომელსაც აქაც არის პიკის საათი განსაკუთრებით ამ ადგილას, ამ მზაჯვარედინის. თუმცა მაინც ისეთი არა, როგორც ამაზე დიდ ქალაქებში, მაგალითად თბილისში. გიორგი, მინდა დაგეთახმო, რომ საცობების გარეშე მოვედით, მაგრამ
დიდი დრო დაგვრჩენდა, სწორედ ეგრე სიახლოვესაც არ არის რა. ხო, სახთან ახლოსაც არ არის და საინტერესოა. ესე ზუგდიდის თეატრის ლოკაცია რომ გაიგოს მაყურებელმა, თეატრის ადმინისტრაციის სადაც შენახვა საქმიანი შეხვედრა უნდა მოვიდეს ავტო სადგურის თან, ხო? ამ თქმენა ამ გზით ამოვა უკვე შენთან თეატრში. ხა ის ტერიტორია, საიდანაც პარკინგდები და მიდიხარ თეატრში. ხო, საინტერესო ის არის. სხვა შორის მეც ძალიან საინტერესოდ მეჩვენება, რადგანაც აი მოსვლის შემდეგ ეს ატმოსფერო ძალიან საინტერესოა. სხვადასხვა ადამიანები. იცით რა, მე ვერიდებით სომეულის ჭამას, ამიტომაც განსაკუთრებით ბოლო დროა. კი ბატონო, ხო, სხვადასხვა ატმოსფერო და სხვადასხვა ადამიანების შეგაწყვეტინა. ალბათ რეჟისორებისთვის საინტერესოა ყოველდღიურად სხვადასხვა ადამიანების ხო, აქ მრავალფეროვნება ამ ხრივ ძალიან. გეხმარება ინსპირაციის ხასიათი განწყობაზეც მოქმედებს ნამდვილად. ცუდი ხასიათი შეიძლება გამოხვიდე და აქ უკვე კარგი ხასიათზე ხარ თუ პირიქით. ხო. იცით რა, რაღაც განუყოფელი გახდა ჩემთვის ეს მოცემულობა და რაღაცას რომ მიეჩვევი, მე იმის გარეშე გიჭირს და აი როცა ჩვენ გადავალთ ახალ შენობაში და ეს აღარ იქნება. ალბათ სენტიმენტიც იქნება ამ ადგილისაკი. გასაგებია. წავიდეთ მოკლედ ახლა ნახოთ შენი გარემო, შენი სამუშაო სივრცე და ის ადამიანები რომელთან ერთადაც გეგმა ზუგდიდის თეატრის ყოველდღიურად. მოგზავნით. სანამ ჯანაშიას 12-ში მდებარე ზუგდიდის თეატრის ადმინისტრაციაში შევიდოდით, გიორგი კაშიას თეატრზე შეყვარებული მოქალაქეც შეხვდა. ყველაფერს გეფიცი ძალიან უყვარს თეატრი. გარიზი რო უსმენ მაგათ და ის რო კალგარი ნაპარაკობენ რაღაცა ყველა დაირი გული გავს რა ვიცი მე მაგათა მომწონს თეატრი ძალიან მიხარია მე რო დაგპატიჟოთ მოხვალ ეს რა პრობლემაა როდი აი ხვალ ფასა კი თქვენთვის შვიცე ო შვიცე ვაფთარ შაბაზე წავა ბასაწავა გიორგი ესე იგი ეს სამი სართულზე ხარ და აქედან შევიხარ კი აქ ვაჩერებ მანქანას და აქ უკვე მესამე სართულზე აქ სხვადასხვა როგორ ვთქვა დაწესებულებებია კი ამ შენობას სულდად კი ბატონო გამარჯობა ბესა როგორ ხარ როგორ ძანდებით ვარა დაგეგმებში ვართ ბატონო მაია მე მინდა თქვენი მოდუღებული ყავა ძალიან როგორ ძანდებით რა ვიცი დავიხარე გუშინ განსაკუთრებით ეს არ დავუწყიათ დღეს უნდა გადავიტანოთ ეს კარდერო აქ არიან დავლაგდით და ყველა ერთად შევიკრიბოთ და მოდებიან თქვენს მიმართულებით კი ბატონო ხვალ ხანუმაა დღეს უნდა დავალაგოთ დეკორაცია უეჭვარი ქალბატონო მაია ყავას გამიკეთებთ ან როგორც ჩემი უღრმესი მადლობა. ora, უკვე ეს ჩემი სამუშაო სივრცეა წეგან მეუნებოდი და იცი რა მაინტერესებს ახლა ესე ვერ იმართება თეატრი მხოლოდ ამ სამუშაო სივრცეებიდან და ალბათ აქ ძირითადად არ ხარ ხოლმე. ხო, იქ რეპეტიცია გაქვს, იქ სხვადასხვა ლოკაციებზე თამაშობ, ხო, სპექტაკლებში. ხო, ალბათ აქედან ყველაზე ნაკლებად იმართება რა ის მართლა თუ შეიძლება. უბრალოდ ამ ოთახის იდეაც სწორედ ეგ იყო, რომ აღარ ვეტეოდით ჩვენ და ვეღარ ვეტეოდით. ჭირდებოდათ ისინი რა ქვია. ქალბატონო მაია, მოვიძანეთ. ქალბატონო მაიაც მოვიდა. ძალიან გემრიელი ყავა ქალბატონო მაია, მადლობა. გიორგი, იცი რა მაინტერესებს, ესე იგი ნაკლებ დროს აკატარებთ, ან რეპეტიციები შენც არ გაქვს, ხო, როგორც სხვებს ეხა ჰამლეტზე მუშაობ, მე როგორც გავიგე. რაღაც ჰამლეტის მაგვარზე. რაღაც ჰამლეტის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მაგრამ კი ბატონო, მაგრამ დღეს მოგწყვეტ რა ამ სივრცეს, ყველაფერს და წავიდეთ იმ სივრცეების სანახავად, ხო, ხელს რომ კი ბატონო, აი როგორც კი ამ ყველაფერს მოვრჩევი და ალბათ ძალიან მოკლე დროში მოვრჩევი, მე მგონი საერთოდ ყველგან წამოვიდი. კი ბატონო, ძალიან კარგია და მიხარია ეგ ამ ბავშვი. გიორგი, წელს წელს როგორ ამთავრებს? რამდენი პრემიერა გქონდათ? წელს გქონდა 2 პრემიერა, თუმცა ეხლა ერთდროულად 3 სპექტაკლი არის ჩაშვებული. 3 სპექტაკლი უნდა გამოვიდეს სეზონის ბოლომდე და სექტემბრიდან გვაქვს გეგმები, რომელიც უნდა განვახორციელოთ. უკვე ჩემთვის თავარი ამოცანა იყო ამ სეზონზე, რომ ბოდიშით ყველა მსახიობი ყოფილიყო განაწილებული. მოკლედ, აქ მიმდინარეობს ახლა ამ დღეს რეპეტიცია, სამაგიდო მუშაობა. პიესაზე მე რომ სველია სამანი და ამ პიესას დგამს ჩვენი თეატრის რეჟისორი თორნიკე სულობერიძე. ეგრწმენა რომ ნარკოტიკს მხოლოდ ფარჩაკები ვერ ანებებთ.
გამარჯობა. მინდა გისურვოთ წარმატება, ამ სპექტაკლს უსურვოთ წარმატება და გისურვოთ საინტერესო პროცესი მთელი ამ ხნის განმავლობაში. მგონია რომ ძალიან საინტერესო ნამუშევარს იხილავს ზუგდიდელი მაყურებელი და მე თქვენი იმედი მაქვს. მადლობა თქვენ. მადლობა უგრმეს. წარმატებები. ზუგდიდის თეატრში გავაკეთე 2 სპექტაკლი. ეს არის ამანათი გიორგი კაშიას პიესის მიხედვით. ეს არის ჰაკი აზბას მიხედვით სპექტაკლი ჰაკი ლეო ქიაჩელის და ეხლა მუშაობთ ლაშა თაბუკაშვილის პიესაზე. მე რა რომ სველია სამ ადამიანს აქვს რაღაც მოკლე მეხსიერება და ჩვენ ვივიწყებთ რაღაც საკითხებს არა და მნიშვნელოვანია წარსული ჩვენთვის რომ შემდეგ მომავალში განვითარდეთ და მინდა რომ უფროსთაობას გავახსენო კი არ ვატკინო გავახსენო ეს და ახალთაობას მოუყვე ისტორია რომ მე რაღაც შეცდომები არ დაუშვათ იგივე შეცდომები რაც ჩვენ გავიარეთ და როგორც გვეთკინა და ზოგადად ეს დაკარგული თაობა ეს ტკივილი დღემდე მოგყვება და ბევრი წელი არ არის გასული აქედან ქვეცნობიერში კი ილექება და ჩვენ არ გვინდა ამაზე საუბარი მაგრამ მოკლედ ყოველ შემთხვევაში მე მინდა რომ ეს ორი თაობა და სხვადასხვა სამხედროების ადამიანები მინდა რომ დიალოგისკენ მოუხმო ამათ. ჩვენ ახლა ვერაფერს ვერ გადავუწყვეთ, პრობლემას ვერ გადავჭრით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე მინდა რომ დავაფიქრო ადამიანები. ახალგაზრდა რეჟისორი გიორგი ჭანტურია ზუგდიდის თეატრში პრემიერისთვის ემზადება. ის სისხლიან ქორწილს დგამს. მუშაობ პიესაზე, რომლის გაკეთება რამდენიმე წელია მინდა. დაახლოებით 3-4 წელია ამ პიესაზე მუშაობ და ვაკეთებ კვლევას და მიხარია რომ მომეცა საშუალება რომ ამ თეატრში განმეხორციელებინა ეს პროექტი შესანიშნავ დასთან, შესანიშნავ ადამიანებთან, უნიჭიერეს ხალხთან და ვფიქრობ რომ არაფერი შემთხვევით არ ხდება ამ სამყაროში, მით უმეტეს ხელოვნებაში. და ალბათ ასეც უნდა მომხდარიყო, რომ ზუგდიდის თეატრში განხორციელებულიყო ეს სპექტაკლი ამ შესაძლებლობისთვის მინდა რომ მადლობა გადაუხადო თეატრს, მადლობა გადაუხადო მის ხელმძღვანელს, ბატონ გიორგი კაშიას. გიორგი, ახლა ჩვენ მოვედით იმ ერთ-ერთ ლოკაციაზე, რომელშიც თქვენ სპექტაკლებს თამაშობთ ხო პერიოდულად და საინტერესოა მხრივ რომ აი მაყურებლის თვალსაზრისით მოდის თუ არა მაყურებელი ამ ლოკაციაზე, ანუ ქალაქიდან მოშორებით არის ჩვენ ნახეთ ეს სივრცე. კი, არის ეს მოცემულობა პრობლემა დავარქვათ და ეს რადგან მოცილებით აქ ქალაქისგან არის დრო როცა მაყურებელს ნამდვილად უჭირს მოსვლა და მე გავიხსენებ კიდევ ერთ-ერთ შემთხვევას ჩემი ერთ-ერთ ბოლო სპექტაკლის მე-5 თუ მე-6 ჩვენება გქონდა და მოხდა ისე რომ 5 ადამიანი მოვიდა სპექტაკლზე. აი ეგ დღე იყო ჩემთვის კიდე ძალიან ბევრი რაღაცის მთქმელი და რას გულისხმობ ამაში. როდესაც უნდა დაგვეწყო სპექტაკლი დარბაზში დავინახე რომ იჯდა სადღაც 5 ადამიანი და მე მსახიობებს ვკითხე თუ როგორ უნდა მოუქცეულიყავით, ხომ არ უნდა მოგვეხსნა სპექტაკლი. ეს ერთობლივი გადაწყვეტილება იქნებოდა. და მსახიობების პასუხი იყო არა, სპექტაკლი არ უნდა მოუხსნათ და უნდა ვითამაშოთ აუცილებლად დღეს. და ეს იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე იმ მხრივ რომ მე დავინახე მათი სიყვარული ამ საქმისადმი, ამ თეატრისადმი და მაშინ თქვი რომ არასდროს არ უნდა დაუნებდეთ და ყოველთვის აქტიურად უნდა ვიმუშაოთ. კი. გიორგი, შევიდეთ ახლა ამ სივრცეში, მე სანამ შევალთ ვიკითხავ, დაკვრა იცი? დაკვრა სამწუხაროდ არ ვიცი იმ დონეზე რომ დავუკრა. ანუ უკრა. შევიდეთ ნახოთ სივრცეს, სადაც თამაშობთ სპექტაკლებს. გიორგი, მოკლედ ჩვენ ახლა ვართ სივრცეში, სადაც თქვენ თამაშობთ სპექტაკლებს. ძალიან დიდი პარტერია. კი, ამ სივრცეში ვთამაშობთ სპექტაკლებს. სცენაც დიდია, სხვათა შორის არის სპექტაკლები, რომელსაც ნაწილს ვთამაშობთ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში და არის სპექტაკლები, რომელსაც აქ ვთამაშობთ. ამ სივრცეში. კარგი სივრცეა, თან თეატრალური განავითარა. და აი აქ არის ჩემი მეგობარი, ბატონი მანუჩარ სამუშია და ჩვენ
გვაერთიანებს ერთი მნიშვნელოვანი რამ ორივეს, რომ ჩვენ აღუზარდა ერთმა პედაგოგმა, ბატონმა გოგი თოდაძემ თეატრალურ უნივერსიტეტში და რაღაც ეს ფაქტი ჩვენ ურთიერთობას კიდევ რაღაც სიღრმისეულად აახლოვებს ერთმანეთს და მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყოველი დღისათვის, რასაც თქვენი გუნდი ჩვენი თეატრისთვის აკეთებს და ეს მართლა არის მეგობრობის, ურთიერთობის რაღაც ძალიან დიდი სიმბოლო და გამოვლინების. ახლა შეიძლება გადავინაცვლოთ სცენაზე, სცენის შუაგულში, სადაც მნიშვნელოვანი ამბები წყდება. სცენის შუაგულში, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები წყდება, რაღაც ჰამლეტის მსგავსი სამაგიდო რეპეტიციის შემდეგ, ახალი შენობის მოლოდინში მყოფ რეჟისორთან ბლიცის მსგავსი ინტერვიუ ჩავწერთ. მშვიდობით და ჩემი ბარგი ხომალდზე არის და მეც მზად ვარ წასასვლელად. ფიქრობ, რომ ჩემ ცხოვრებაში ჩემი პროფესია ყველაზე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს და ამ პროფესიაში მოსვლა და პროფესიული განათლების მიღება გარკვეულ პრობლემებთან იყო დაკავშირებული თავის დროზე, რადგანაც მე ერთ-ერთი მათგანი ვარ, ვისაც რამოდენიმეჯერ უარი უთხრეს. მაგრამ ამ მოცემულობას არ შეუშინები ვარ და ყოველთვის მინდოდა, რომ იმ მიზნისთვის მიმეღწია, რასაც იმ მომენტში, იმ დროს ერქვა პროფესიული განათლების მიღება. მთელი ცხოვრება მე მადლიერი ვიქნები ჩემი პედაგოგის, ბატონი გოგი თოდაძის, რომელმაც სწორედ მომცა შესაძლებლობა, რომ მიმეღო განათლება და ალბათ იმ დროს ის იყო ერთადერთი ადამიანი, რომელიც მენდო, ამიტომაც არ შემიძლია დავიწყო ლაპარაკი და არ გაჩნდეს ჩემს მეხსიერებაში ბატონი გოგი, რომელიც დღემდე ძალიან მიყვარს და ყოველთვის გრძნობ დანაკლის განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მისი რჩევები მჭირდება. აი, ჩემი მოსვლა ამ პროფესიაში და პროფესიული განათლების მიღება სწორედ უკავშირდება ამ ადამიანს, რომელიც ჩემი ძალიან დიდი მეგობარი იყო. საკურსო სპექტაკლს როგორც ეძახიან, ჩემი პირველი პროფესიული ნაბიჯი თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო თეატრში და გავაკეთე სპექტაკლი ერიკ ემანუელ შმიტის ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი. სპექტაკლში დაკავებულები იყვნენ სტუდენტები, ჩემი თაობის სტუდენტები და ყოველთვის კარგად მახსენდება ეს დრო. თავისი ბევრი ხარვეზით, თავისი დღევანდელი დღიდან რო ვუყურებ ამ ნამუშევარს, რადგანაც მაქვს იმის შესაძლებლობა რომ ნახო ხოლმე ჩანაწერის მეშვეობით. ძალიან საინტერესოა როგორ ვფიქრობდი მაშინ და როგორ ვფიქრობ ახლა ცხოვრებაზე. სამყაროს აღქმა ალბათ ასაკთან ერთად ადამიანს ეცვლება სამყაროს აღქმა და ყველაზე მნიშვნელოვანი იმ სპექტაკლიდან დღემდე, ანუ საკურსო სპექტაკლიდან დღემდე სწორედ აღმოვაჩინე, რომ აღქმა არის იმ გარემოსი ადამიანების და მთლიანად ყველაფრის, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება. მე ვფიქრობ, დავით კლდიაშვილი არა მარტო ქართულ მწერლობაში, არამედ მსოფლიო მწერლობაში ძალიან დიდი ფიგურაა, რადგანაც მას დაწერილი აქვს ჩემი აზრით გენიალური ნაწარმოებები. რაც შეეხება კლდიაშვილის დრამატურგიას, ჩემთვის ეს ჩემთვის არის ძალიან მშობლიური ენა, მშობლიური კოლორიტი, რასაც მის პიესებში ვხედავთ და ამოვიკითხავთ. ამიტომაც მე რადგანაც გავიზარდე იმერეთში და ის პერსონაჟები, რომელიც დავით კლდიაშვილს ყავს თავის ნაწარმოებებში, ჩემთვის ძალიან ახლობელი იყო. და თითქმის ყველა პერსონაჟი ცოცხლად ყავს ნანახი, ეს აღმოჩნდა ჩემს მიერ დაინტერესებისა ამ გენიალური დრამატურგის მიმართ და მისი ნაწარმოებების მიმართ. გავაკეთე პირველად ნაწყვეტი თეატრალურ უნივერსიტეტში, სასწავლო პროცესში, ესეც დარისპანის გასაჭირი და შემდეგ პირველი სრული სპექტაკლი კლდიაშვილის შემოქმედებიდან იყო ილინეს ბედნიერება, რომელმაც ვფიქრობ, რომ ჩემ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვნად ბევრი რამ შეცვალა. ეს სპექტაკლი გახდა, ვფიქრობ, მაპროვოცირებელი
იმ ყველაფრისა, რაც დღეს ჩემ ცხოვრებაში ხდება და რა შესაძლებლობებიც მაქვს. ამიტომაც მადლობა დიდი დავით კლდიაშვილს და მე ძალიან მიყვარს ის. ძალიან ბევრს ფიქრობ ყოველთვის მის შემოქმედებაზე და მეცაც გეტყვით, მე ხშირად ვსტუმრობ იმ ეზოს, სადაც ის ამ სიუჟეტებს იფიქრებდა და ძალიან ემოციურია ამ ეზოში ყოფნა და ფიქრი იმ მომავალ სპექტაკლზე, რომელიც კლდიაშვილის ნაწარმოებების მიხედვით უნდა შეიქმნას. ჩემს ძალიან სასიამოვნო და მნიშვნელოვანია, როდესაც აღმოვაჩენ, რომ არა მარტო ზუგდიდის თეატრისთვის, არამედ სხვა თეატრისთვის აღმოუჩნდები ხოლმე საინტერესო და ალბათ საჭირო, რადგან ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია რეჟისორის ცხოვრებაში სხვადასხვა თეატრებში გააკეთოს სპექტაკლები და ზოგადად ეს მიმოსვლა რეჟისორების სხვადასხვა თეატრებში, რადგან ზუგდიდის თეატრშიც ჩემთვის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მრავალფეროვნება იყოს დრამატურგიის, როგორც ქართულის, ისე უცხოურის და ეს განახორციელოს სხვადასხვა რეჟისორმა, სხვადასხვა თაობის რეჟისორმა, მაინდა-მაინც ჩვენ არ გვაქვს ისა რომ ახალგაზრდა იყოს, რადგანაც გამოცდილ რეჟისორებსაც დიდი სიამოვნებით ვეპატიჟებით. აქედან გამომდინარე, მე გადაწყვეტილი მოხსოვ, ფიქრობ რამოდენიმე შემოთავაზებაზე სხვა თეატრისგან და ალბათ წავალ და ვიმუშავებ ამ ქალაქებში და ამოვიღებ ძალიან დიდ გამოცდილებას და თუ რაიმეს მივიტან იქ საინტერესოს და სასარგებლოს, ამით ძალიან ბედნიერი ვიქნები. ფიქრობ, რომ სადაც მიდიხარ, პირველ რიგში უნდა მიიღოს იმ ქალაქმა, საზოგადოებამ და უნდა შეძლო ამ ქალაქთან ურთიერთობა, მეგობრობა და გახდე მისი ნაწილი. მე ვფიქრობ, რომ ეს არ გამიჭირდა ზუგდიდში, რადგანაც აქ შევიძინე ძალიან ბევრი მეგობარი, არა მარტო თეატრში, თეატრის გარეთაც, რადგან ზუგდიდი ამ მხრივ ძალიან გავს ჩემ მშობლიურ ქალაქს. ურთიერთობებით, აი მინდა ერთი მნიშვნელოვანი რამ თქვა, რომ ჩვენ ცხოვრობთ, მე მარტო არ ვცხოვრობ, რადგანაც ჩვენ აქ გვაქვს სახლი, სადაც ჩამოსული მსახიობები, რეჟისორები, აგრეთვე მე ერთად ვართ და გვყავს მეზობლები, რომლებიც არიან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები უკვე და რაღაც ნათესაურ კავშირში გადაიზარდა ეს ყველაფერი ყოველდღიურ მიმოსვლაში. აი ეს ურთიერთობები სწორედ განსაზღვრავს ქალაქს, სადაც ახლა ვიმყოფები, თეატრს, სადაც ახლა ვარ და მე მინდა მადლობა გადავუხადო ზუგდიდელებს, ზუგდიდის თეატრს. ზუგდიდის თეატრში მომუშავე აბსოლუტურად ყველა ადამიანს, რადგანაც ისინი ფიქრობ არიან ჩემი მეგობრები და მეგობარი ჩემთვის არის ყველაზე ძვირფასი. დღეს ზუგდიდის თეატრში ძალიან საინტერესო პროცესები მიმდინარეობს. ჩვენ მოვიწვიეთ რეჟისორები, რომლებიც მუშაობენ სპექტაკლებზე, აგრეთვე მოვიწვიეთ მსახიობები, რომლებიც ამ კონკრეტულ პროექტებზე დაკავდნენ და მე დიდი იმედი მაქვს, რომ როგორც სხვები მათაც გაუჩნდებათ დარჩენის სურვილი და სხვა პროექტებზეც თანამშრომლობის სურვილი, აქედან გამომდინარე ჩვენ სეზონს დავხურავთ 3 პრემიერით. ერთ-ერთი იქნება საფესტივალო, ამ 3-დან რეგიონალურ თეატრების ფესტივალზე წარვადგენთ ლორკას სისხლიან ქორწილს და შემდეგ ცოტას დავისვენებ. და რაც შეეხება ახალი სეზონის გახსნას, ამ სეზონს გავხსნით უკვე ჩემი სპექტაკლით, რომლის სახელწოდებაცაა რაღაც ჰამლეტის მაგვარი. და ეს არ არის შემთხვევით. რა თქმა უნდა, ეს სახელწოდება მოვიფიქრე გარკვეული მიზეზების გამო და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ჩანაფიქრი, რაც გვაქვს მე და მსახიობებს, მე და მხატვარს, მე და კომპოზიტორს, შემოქმედებით გუნდს აღსრულდება და მივიღებთ რაღაც საინტერესოს, რადგანაც არ არის ცოტა დრო, რაც ამ პიესაზე ვმუშაობ, ამ გენიალურ პიესაზე, შექსპირის ჰამლეტი და ამის მიხედვით ვქმნი სპექტაკლს. რაც შეეხება მოწვეულ მსახიობებს და მათ მნიშვნელობას ამ თეატრში, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც კი მოხდა ბოლო დროს, მოხდა ის, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა ჩამოვიდა აქ
იმუშავა და რაღაც მნიშვნელოვანი აგური დადო ზუგდიდის თეატრის ცხოვრებაში. აგრეთვე ჩვენ მოვიწვიეთ რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი იასო ხიტაშვილი, რომელთანაც ვიმუშავებთ სპექტაკლზე და ეს მიმოსვლა ამ ადამიანების, ამ რანგის პროფესიონალების, რა თქმა უნდა, ქალაქისთვის, ჩემთვის, ჩვენი თეატრისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. რადგანაც ეს ქალაქი, ეს მაყურებელი იმსახურებს ძალიან საინტერესო სპექტაკლებს. ჩვენ არაფერს არ დავაკლებთ, რომ შევეცადოთ იმედგაცრუებული არ გავუშვათ მაყურებელი სახლში და რაღაც საინტერესო პროცესის თანამონაწილე გახდნენ ისინი ამ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ამ თეატრში მუშაობენ. და მადლობა მინდა გადაუხადო ზუგდიდის თეატრის აბსოლუტურად ყველა თანამშრომელს, რადგანაც მათი შრომის შედეგი არის ის წარმატება, რომელიც ამ თეატრს აქვს. მე არ დავიწყებ, რა თქმა უნდა, ლაპარაკს რაღაც მოვლენებზე, რომ არ ჩაგვეთვალოს თავხედობაში, მაგრამ მადლობას გადავუხდი ამ ადამიანებს, რადგანაც არ იცით რამ ხელა გზის გავლა უწევს თითო სპექტაკლს იქამდე, რომ მივიდეს მაყურებლამდე. გიორგი, მოკლედ, ბევრი ადამიანი ფიქრობს, მაგრამ ვერ ამბობს ღიად, ან შეიძლება ზოგიერთი ამბობს კიდეც. კუბო და გიორგი კაშია. ბევრი კუბო და რატომ? ბევრი კუბო, ბევრი თოვლი და გიორგი კაშია, ეგრე უფრო სწორი იქნება. იცით რა, ძალიან დიდი შიში მქონდა ამ ქმნილების რა, სამყაროში არის რაღაც ქმნილება, ვისი შიშიც გაქვს. ვიღაცა შეიძლება ეშინოდეს, არ ვიცი, გველების. პრინციპში მეც მეშინია გველების. ხო და აგრეთვე ამ ქმნილების რაღაც ძალიან დიდი შიში მქონდა და ერთ-ერთ პიესაზე მუშაობის დროს ლორკას ბერნარდა ალბას სახლს ვაკეთებდი თეატრალურ უნივერსიტეტში. კონცეპტუალურად რაღაც საინტერესო აღმოჩნდა და საჭირო ეს საშიში ქმნილება. ამიტომაც ეს იყო ჩემი შებრძოლება რაღაც ამ შიშთან, რომელიც წარმატებით დავამარცხე. ეს შემდეგ როგორ ვითარდება, მე არ ვიცი, უკვე თვით ირონიაც მაქვს ჩემი და კუბოს ურთიერთობასთან და გპირდებით, რომ არასოდეს აღარ გამოვიყენებ, ან თუ გამოვიყენებ საჭიროებისამებრ. თუ ამაზე გული გწვდებათ, მაპატიეთ. ჩვენი ორდღიანი გადაღებების დროს ზუგდიდის რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი იასო ხიტაშვილი ესტუმრა, რომელმაც გიორგი კაშიასთან ერთად ახალ სპექტაკლზე დაიწყო მუშაობა, რომლის პრემიერაც ზუგდიდის თეატრის ამ სეზონზე შედგება. ხუთაშორის ყოველთვის მინდოდა, რომ რეგიონის თეატრში, ანუ სხვაგან თბილისის გარეთ მემუშავა სპექტაკლზე. და არასდროს არ გამოდიოდა, მეცაც ვიტყვი, რამდენჯერაც ეს რაღაცა ხმამაღლა ვთქვი, ყველას ძალიან უკვირდა. ეს ძალიან მაღიზიანებდა ეგ მომენტი. ჩემთვის პირადად ძალიან შეურაცხყოფელი იყო ეს გაკვირვება. და აი მოხდა რაღაცა სწაული, სურვილები ხდება და დღეს ვარ აქ და ზუგდიდის მიმართ განსაკუთრებით მაქვს ეს რაღაცა სიყვარული და დამოკიდებულება. ეხლა ბევრს არ მოყვები რატო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ახლობელი მყავს აქ. და რაღაცა პერიოდი ერთ რამეს ვიტყვი, რომ 2015 წელს, როდესაც დაიდო მემორანდუმი, რაღაც ისეთი კონტრაქტი კულტურის სამინისტროსა და რუსთაველის ეროვნულ თეატრს შორის, პირველი იყო ზუგდიდი, რომ ესე უნდა გვევლო რეგიონებში სპექტაკლით და სტუმარ მასპინძელი პირველი აქ ჩამოვედით და აქ ვითამაშეთ. და ერთი დღე იყო კიდე საოცრება, რომელიც ზუგდიდს უკავშირდება თამაშ ჭილაძის ნადირობის სეზონის პატარა ფრაგმენტები ვითამაშეთ ამ სცენაზე. მისი იუბილეი იყო, მაშინ ცოცხალი იყო ბატონი თამაზი და ეგ დღე ძალიან მაგრად მახსოვს, იმიტომ რომ მასთან უშუალოდ ურთიერთობაში მივხვდი კიდე წევრების დამოკიდებულებას თავის პერსონაჟებთან მიმართებაში და მასთან ერთად გატარებული ის დღე ზუგდიდში ჩემთვის დღემდე და სამუდამოდ დარჩება ჩემს მეხსიერებაში, ასე რომ ჩემთვის ძალიან ახლობელია აქაურობა და ძალიან მიხარია, რომ დღეს აქ. ამავე დღეს ზუგდიდის თეატრს თეატროლოგი ლაშა ჩხარტიშვილი ესტუმრა.
რომელიც ამ ეტაპზე ზუგდიდის თეატრის ციკლზე მუშაობს. მე მგონია რომ უნდა გამოვიდეს ფერადი, ცარცეს ფურცელზე დაბეჭდილი და ძალიან ისეთი შთამბეჭდავი. ისეთი მოკლედ გონია რომ ამას შენს დაგვიჭერ მხარს რომ ეს უნდა იყოს წიგნი რომ ყველა ზუგდიდელს უნდადეს რომ სახლში ქონდეს. რაღაც სამაგიდო წიგნად იქცეს რომ მისი ქალაქის ისტორიაც იყოს მისი ქალაქის თეატრის ისტორიასთან ერთად. და ამიტომ ვიზუალურად უნდა იყოს ძალიან შთამბეჭდავი და კარგია რომ ხელს გვიწყობს ზუგდიდის მერია და კულტურის სამინისტრო ამ ამბავში. რა თქმა უნდა, ჩვენ ზუგდიდის თეატრის მსახიობები ჩავწერეთ. მათი პროფესიონალიზმი და თეატრისადმი სიყვარული ყოველ სიტყვაში იგრძნობოდა. ძალიან მოსწონთ აქტიური თეატრალური ცხოვრება. ახარებთ საფესტივალო გამარჯვებები, მაგრამ ყველას ერთი დიდი სურვილი აქვს, რომ თეატრის ახალი შენობის სცენაზე ფეხი ძალიან მალე დადგა. ბევრი უბედურება გადაგვიტანია, ბევრი კარგი დღეებიც ქონია. მოგეხსენებათ ალბათ, რომ აი მაუბედით წლებში ძალიან დაინგრა ესე იგი თეატრის შენობას და თვითონ შემოქმედებით მხარეც. ამჟამად მოგეხსენებათ შენობა არა გვაქვს, თეატრის შენობა. ხან კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრი გვითმობს სცენას იგავდივართ რეპეტიციებს და მადლობას ვუხდი მათ ამისათვის. პრემიერებს ვთამაშობთ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში და მათთანაც მადლობის მეტი არაფერი არ გვეთქმის. იცით, შემოქმედებითი მხრივ ეს ხელს გვიშლის ეს გარემოებები, მაგრამ ნამდვილად არ იწესვა თეატრში, საინტერესო სპექტაკლები გაკეთდა, საინტერესო რეჟისორებთან ვიმუშავეთ მსახიობებმა. რამოდენიმე სპექტაკლმა ფესტივალებზე გრან-პრიც კი მიიღო. ვიცი, ვცდილობთ რომ არ ჩამოვჩეთ შემოქმედებითი მხრივ ამ შემოქმედებით, ასე ვთქვათ, საქართველოში შემოქმედებით ფერხულს. რასაც ხედავ და რაშიც ვარ დარწმუნებული, იმიტომ კი არა რომ ხა თქვენ აქ ახარ და ინტერვიუს იღებთ და მე ამ დასის წევრი ვარ, არა. პერსპექტიულად თავისთავად ცხადია, გაიზრდება და იზრდება, ვითარდება თეატრი, თუ მასში ახალგაზრდობა ჭარბობს უფროს თაობას. და სწორედ ეს არის ამ თეატრში და ეს მომწონს მე. ძალიან ბევრი მოვიდა. ძალიან ბევრი არის ახალგაზრდებისა, ტოლვა აქვს, სურვილი აქვს და თავისთავად ცხადია ის ენერგეტიკა, ის ენთუზიაზმი, რომელიც ახალგაზრდობას აქვს, გადამდებია ჩვენსკენაც, ჩვენს დადებითად ვიმუხტებით და რაც თავარია, განვითარება გაზრდას უწყობს ხელს თეატრისას. ზევით და ზევით. არ არის ეს ლიტონი ისეთი სიტყვები, ფრაზები არა მაქვს. ასეა. სადაც ახალგაზრდობა თუხთუხებს რო იტყვენ ასე კარგად არა, იქ ყველაფერი კეთდება და მიდის წინ. იმიტომ რომ ძალა და ენერგია სწორედ ახალგაზრდობაშია, რომელიც მერე ჩვენ გადმოგვედება და ჩვენს უნდა შეუწყოთ ხელი კი არა, მათ უნდა ვეცადოთ რომ ავყვეთ იმ ტემპორიტმში და იმ ინტელექტში, იმ ხედვაში, რაც ახალგაზრდებს აქვთ. ჩემი ჩამოსვლის დღე იყო ზუსტად 1 თებერვალი. არასოდეს არ დამავიწყდება, იმიტომ რომ ასეთი დიდი სითბო არა მარტო უფროსი ადამიანებისგან, მთლიანად შემოქმედებითი ჯგუფის ადამიანებისგან, სათითაოდ ყველა ადამიანისგან მართლა გულით ვიძახი ამას. იმხელა სითბო დამხვდა, რო არ ყოფილიყო ეს სითბო, ეს მართლა გულში ჩახუტება და უდიდესი შემართების და მოტივაციის მოცემა ჩემთვის. მე აქ არ დავრჩებოდი მართლა. ეს იმდენად სასიამოვნო იყო ჩემთვის, რომ არ ვიცი, საოცარი შეგრძნება იყო და ზუსტად ეს ურთიერთობა გვამოძრავებს ახლაც. უკვე მეორე წელია მათთან ერთად ვარ მეც და ანალოგიურად მეც ძალიან მიხარია ამ ადამიანებთან ერთად სცენაზე დგომა და პარტნიორობა. მე ვთვლი, რომ ზუგდიდის თეატრს ყავს ერთ-ერთი ძალიან საინტერესო დასი საქართველოში, უნიჭერესი არტისტები, ნიჭიერი რეჟისორები. ეხლა ამ წუთას თეატრი მუშაობს სამ პრემიერაზე. ესენი არის მერერა როსველია, სველი იასამანი, რომელსაც ბატონი თორნიკე სულაბერეძე აკეთებს.
სისხლიანი ქორწილი, რომელსაც ბატონი გიორგი აკეთებს, ბატონმა გიორგი კაშია მოიწვია. ფესტივალში გამარჯვებული პიესა არის რეგიონალური თეატრების ფესტივალს გულისხმობ და შემდეგ მესამე პიესა ჰამლეტი თავად ბატონ გიორგი კაშია აკეთებს და ყოველ დღიურად მუშაობთ ამ სამ პიესაზე. არის რა თქმა უნდა სასიამოვნო, არის გამოწვევა თითოეული არტისტისთვის და ძალიან სასიამოვნო პროცესია. სირთულესთან დაკავშირებული, იმიტომ რომ სამი სხვადასხვა პერსონაჟთან მიწევს მე მუშაობა, იმიტომ რომ სამი პიესაში განაწილებული ვარ. თუმცა ჩემი არჩევანი ეს არის და მე ძალიან სიამოვნებს. რაც შეეხება რეჟისორებს, ამ თეატრში ყოველთვის ჩამოდის ძირითადად საინტერესო რეჟისორები, მუშაობთ საინტერესო პროექტებზე. ბატონ გიორგი რაც მომწონს აძლევს ყველა საშუალებას, რომ მაქსიმალურად ღია იყოს ზუგდიდის თეატრის კარი ყველა რეჟისორისთვის, ვისაც სურვილი ექნება რომ ამ თეატრში იმუშაოს და ეს ძალიან საინტერესოა ყველა არტისტისთვის, ალბათ ჩემი აზრით, სხვადასხვა რეჟისორებთან გიწევს მუშაობა, ადამიანები გიცნობენ პროფესიონალურად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ვცდილობთ რომ მაქსიმალურად შედეგიანები და ნაყოფიერები ვიყოთ ჩვენს პროფესიონალიზმში, ჩვენს საქმეში და ვემსახუროთ ერთგულად ჩვენს საქმეს. და ბედნიერება ის არის რომ ცოცხალ ახალგაზრდა ორგანიზმმა ახალგაზრდა ცხოვრება და ახალგაზრდა ენერგია შეძინა თეატრს. ამიტომ ჯერ ერთი მაყურებელიც რო იგებს ჩვენს მიღწევებზე, რასაკვირველია, კმაყოფილია და ბედნიერია. ზუგდიდს ყოველთვის ყავდა თავისი მაყურებელი. ეს ვიცით თელმა საქართველოს ძალიან ერუდირებული მაყურებელი ყავს და ჩვენი გამარჯვება ქალაქის გამარჯვებაა და როცა საზღვარგარეთ ხარ, არა მარტო ქალაქის, არამედ მთლიანად საქართველოს. თეატრი უკვდავია და ყოველთვის უნდა ესმოდეს მაჯისცემა, ერის, ქვეყნის და ქალაქის. ეს რასაკვირველია, გასათვალისწინებელია, მაგრამ გარდა იმისა, რომ ამდენი ხანია თეატრი თავისი შენობა რო არაა ქალაქს, უკვე მერვე წელია. ყველა მოლოდინის რეჟიმშია და ჩვენც არ უნდა გავუმტყუნოთ მოლოდინი და ახალი გეგმები გვაქვს, რასაკვირველია, მაგრამ წინასწარ არც მინდა თქვა, იმიტომ რომ მაშინ სურპრიზი აღარ იქნება. 44 წელიწადია, რაც მე ზუგდიდის თეატრში ვარ, 82-ში როგორც კი დავამთავრე თეატრალური ინსტიტუტი, დღემდე მუშაობ ზუგდიდის თეატრში. სიმართლე გითხრათ, იყო პერიოდი, რომ ჩავარდნები, აი ეს განსაკუთრებით 90-იანი წლები და აი რაც ბატონი გიორგი მოვიდა და რაც ჩვენი სამხატვრო ხელმძღვანელი გახდა, მოკლედ ცხოვრება დაიწყო თავიდან. მიუხედავად იმისა, რომ თეატრი არ გვაქვს და ვართ თითქმის ხეაცის ქვეშ, მაინც სპექტაკლები იმარჯვებს და მაინც თამაშობთ და მაინც ბედნიერები ვართ, მაგრამ უფრო ბედნიერები ვიქნებით, როცა ზუგდიდის თეატრი გაიხსნება. უფრო ბედნიერები იქნებიან ახალი შენობა რომ გაიხსნება. თუმცა ახლა მაინც თამაშობენ და თან დიდი შემართებით. რა თქმა უნდა, ჩვენი გადამღები ჯგუფი ზუგდიდიდან ისე ვერ წამოვიდო და ახალი თეატრის სამშენებლო პროცესებიც რომ არ გვენახა. გიორგი, ძალიან საინტერესო გარემოში ვართ და ეხლა ამ ორი დღის განმავლობაში, როცა მე მსახიობებს ველაპარაკებოდი, ყველა რაღაცა დიდი გულის ტკივილით ამბობდა, რომ რაღაცა არ გვაქვს სივრცე, არ გვაქვს სცენა, მაგრამ ისეთ გარემოში აღმოჩნდი. ეხლა რომ ალბათ ძალიან ერთ-ერთი საუკეთესო თეატრი გექნებათ ძალიან მალე ქართულ თეატრებს შორის და უბრალოდ ის ფაქტი, რომ ესე წვალობენ სხვადასხვა ლოკაციებზე თამაშობენ, მგონი ამლოდინად ღირს. ისეთი სივრცე ექნება მალე ზუგდიდელებს და საერთოდ სამეგრელოს, მოდი ესე ვთქვათ. მომიყევი ამ შენობის შესახებ, როგორ სად, რანაირად გექნებათ და როდის იგეგმება გახსნა? პრინციპში უკვე ისეთ სტადიაში არის სამუშაო, რომ დიდი დრო არ უნდა დაჭირდეს თეატრის გახსნას და ჩვენ ვარაუდობთ და გვაქვს იმედი, რომ ეს თეატრი უკვე მომავალ წელს ამ დროს უკვე ჩვენ ამ სივრცეში ვიქნებით და სრულყოფილად გადმოვალთ და უკვე აქ ვიმუშავებთ სხვადასხვა სპექტაკლებზე და ყველაზე სასიხარულო რაც ამ მთლიან ამბავში არის ჩვენ ველოდებით ყოველდღიურად რომ
რაღაცა გაისმება ახალი სივრციდან, რომელსაც ერქმევა ზუგდიდის უკვე განახლებული თეატრი, რომელსაც მინდა აღვნიშნო, რომ ქართულ ფონდი აშენებს თავიდან ბოლომდე. ამ შენობის დემონტაჟი მოხდა სრულად და თავიდან დაიწყო აშენება და საკმაოდ დიდ თეატრთან გვექნება საქმე. მითხარი, აბა რამდენი სივრცე გექნებათ ამ ახალ თეატრში? ჩვენ გვექნება 3 სცენა, დიდი სცენა, მცირე სცენა და რომელიც დიდი სცენა დაახლოებით 500-მდე მაყურებელზე გათვლილი, ხო? ასევე იქნება მცირე სცენა და იქნება ექსპერიმენტალური სცენა. შესაბამისად, სხვადასხვა სპექტაკლები გათამაშდება სხვადასხვა სივრცეებში. ალბათ იდეები და გეგმები უკვე გააქვთ გახსნასთან დაკავშირებით. მაქვს, არ მოგატყუებთ და ვიცი რა უნდა დავდგა და არ მინდა რომ მარტო თეატრის მსახიობები მონაწილეობდნენ, მინდა რომ ეს იყოს საქალაქო ღონისძიება. ზუგდიდებიც რო ჩაერთო. ნამდვილად, კი, რომ აქ ჩვენ ყავს უნიჭიერესი გუნდები, მომღერალთა გუნდი, ასე შემდეგ ქორეოგრაფიული გუნდები და მინდა რომ რაღაც მასიური და საინტერესო გახსნა შევთავაზო არა მარტო ზუგდიდს, არამედ ყველას. მიახლოებით ხო ვერ გვეტყვი რაზე საუბრობ, რაღაც კონკრეტული მაქვს იდეაში თუ ჯერ არ? მე ვსაუბრობ მეგრულ ნაწარმოებთა როგორ ვთქვა ერთობლიობაზე და არ მინდა ჯერ ამაზე მეტი ვთქვა, მაგრამ ვაპირებ რომ რაღაც ეს იყოს მასიური, სანახაობრივი, რაც თავარია და იყოს ჩართული მთელი ქალაქი ამ ღონისძიებაში. ანუ ზუგდიდის ახალ თეატრს ექნება პომპეზური გახსნა. შეგვიძლია ვიყარავთ. ამას გვერდებით კი. მაგარი. გიორგი, საინტერესოა ესე იგი, სხვა რაიმე სახის სიახლე ახალ შენობაში რო გადმოხვალთ, ხო არ იგეგმება მეგულისხმობ შენობის თვალსაზრისით. კი, აქ არა მარტო ერთი სცენა ვთქვი, 3 სცენა, ასევე აქ არის ძალიან ბევრი ისეთი ადგილი, რომელიც უნდა დაიწყოს. სივრცე იქნება, ხო? მიგვინდა რომ გავაკეთოთ თეატრში კაფე, სალონი, რომელიც იქნება მინდა რომ იყოს თან ბიბლიოთეკა, ამავდროულად და იყოს სამკითხველო და ახალგაზრდებისთვის იყოს ეს ხელმისაწვდომი, მრავალპროფილური. მინდა რომ იყოს კინოჩვენებები ასევე ამ სივრცეში და ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს საინტერესო, რომელსაც აუცილებლად განმახორციელებ უკვე იმ პირობებში, როდესაც ჩვენ აქ დავიწყებთ ცხოვრებას. გიორგი, თუ თანახმა იქნები, მე მინდა რომ ამ სივრციდან დავემშვიდობოთ ზუგდიდელ მაყურებელს და არა მხოლოდ ზუგდიდელ ქართული თეატრის მაყურებელს და მინდა რომ კამერასთან მარტო დაგტოვო და მიმართო რა გაქვს სათქმელი ქართული თეატრის მაყურებლისთვის, ერთგული მაყურებლისთვის და იმ ზუგდიდელი მაყურებლისთვის, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში, როცა თქვენ სივრცის გარეშე იყავით, როცა თქვენ რეალურად ძალიან გიჭირდათ, წვალობდით და ბევრს შრომობდით იმისთვის, რომ საუკეთესოები ყოფილიყავით და პრემიერაზე უშვებდა ზუგდიდის თეატრი. უნდა ყველანაირი სტატისტიკა არსებობს, მეც მიმუშავია იმ სტატისტიკებზე, სადაც აი პირველ ადგილზე არის ზუგდიდის თეატრი პრემიერებით, სარეპერტუარო სპექტაკლების აქტიური თამაშით, რაც ყველაზე მეტად მახარებს, იმიტომ რომ არსებობს რეგიონში თეატრი, რომელიც კონკურენციას დედაქალაქის თეატრებს უწევს. ესე შეიძლება ვთქვა. ამიტომ დაგტოვებ ახლა მე შენ კამერას. ხო, ვიცი რომ სიურპრიზია, ეხლა მომივიდა ეს იდეა და მინდა რომ შენი ბოლო სიტყვა ამ ინტერვიუში, რა თქმა უნდა და ჩვენ ჯერა რომ კიდევ ბევრჯერ შევხვდებით ერთმანეთს, ძალიან საინტერესო ორი დღე გავატარეთ ზუგდიდის თეატრში. ძალიან დიდი მადლობა შენ და ახლა ორი სიტყვა უთხარი ამ კამერაში რა თქმა უნდა, კი მე გავალ დაგტოვ. კი ბატონო. მე მინდა ვთქვა რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ზუგდიდის თეატრში არ შემწყდარა საინტერესო პროცესები და ზუგდიდის თეატრი მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულ გზას გადიოდა და გადის ყოველდღიურად, რათა აჩვენოს სპექტაკლები, მაინც ახერხებს და არ წყვეტს პროცესს, ცოცხალ პროცესს და მე მინდა მადლობა გადავუხადო მაყურებელს, რომელმაც ერთი წამითაც არ მიგვატოვა და მადლობა მინდა გადავუხადო ზუგდიდის თეატრს, რომელმაც ერთი წამითაც არ მიატოვა მაყურებელი. ეს არის ძალიან დიდი სიყვარულის გამოვლინება ორივე მხრიდან. ჩვენ კი ძალიან მალე აი აქ ამ სივრცეში, ამ ადგილას შეგხვდებით
ახალი პრემიერით, საიდანაც დაიწყება ზუგდიდის თეატრის სიცოცხლის ახალი რაღაც ეტაპი, ათვლა იმ წამებისა, რომელიც მომავლის წამებია და ფიქრობ, ეს იქნება ყველაზე საინტერესო გზა. გმადლობთ.